სალამი მეგობრებო, ერთი პატარა ვიდეო მინდა ჩავწერო ამ ნივთთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს წაადგება რა. მე მაგალითად ყველა სანამ მოკლედ მივაკლევდი სად მზადდება, როგორ შეიძლება და რომ შემეძინა, მოკლედ მანამდე ინტერნეტი ძალიან ბევრი ვეძებე რა. და ვერსად ვერ ვიპოვე. შეიძლება სხვადასხვა საიტებზე იყოს მოკლედ განთავსებული, მაგრამ მე მოკლედ ვერ ვიპოვე რა ვერსად და ესეთი ვიდეო რომ ენახა ალბათ ძალიან გამიხარდებოდა რა. მოკლედ ბევრმა ადამიანმა იცით ეს რაც არის, ბევრმა არ იცით. ბევრმა იცით და არ იცით როგორია, რანაირია და ასე შემდეგ და მოკლედ ამ ვიდეოში ამ ნივთს თავიდან ბოლომდე განვიხილავ და იმედია წაგადგებათ რა ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული ხართ მეძებარი ძაღლებით და მათი დაგეშვით რა მოკლედ. ესე იგი მეგობრებო, განვიხილოთ პირველ რიგში კორპუსი. კორპუსის აი ეს ვერცხლისფერი დეტალი არის ალუმინი, ნაპირები არის ლატუნი. არ ვიცი ლატუნია თუ რა ქვია ამ ხო სავარაუდოდ ლატუნი, ხო ეს ლატუნი იქნება. თვითონ აი ეს ეგრეთ წოდებული არ ვიცი ქართულად როგორ არის ზატორის მექანიზმი არის მეტალის. ანუ ეს კორპუსი და ნაპირები ეს ლატუნი არის უჟანგავი ფოლადი რა მატერია. აი ეს არის ფოლადი უშუალოდ მთლიანად, შიგნით რაც არის ნემსას როლს რაც თამაშობს და თვითონ აი ეს სახელური რა. გამოსაწევი ესე ვთქვათ. ეხლა მოვხსნით თავს და განვიხილოთ ჯერ თავი მოკლედ. აი აქ იდება ეგრეთ წოდებული კაფსულა, არ ვიცი, პიჟი თუ რა ვიცი რას ვეძახით ამას. აი ეს რასაც აქვს ხმა, ეგრეთ წოდებულ მასრაში რაც არის მოთავსებული უკანა მხარეს, რასაც ნემსარასაც უტყავს მოკლედ, თავსდება აქ. წინა მხარეს აქვს ორი პატარა ნახრეტი, აი ესეთი რომ აფეთქების შემთხვევაში აქედან ჰაერი გამოვიდეს და ხმა რა თქმა უნდა. აი ესე ეჭირება ისე უკან ძალიან მარტივად და ნუ მოკლედ შესაბამისად, როდესაც ამას ესე გამოვკრავთ, ნემსა ხდება და ხდება ხმის გამოცემა. აქ წინ აქვს ჩახრახნილი პატარა დეტალი, აი არ ვიცი ჩანს თუ არა რა. ზოგადად აქ ხრახნი აქვს გაკეთებული, არ ვიცი ხა ამას რა ქვია, ალბათ ხრახნი ქვია. გაკეთებული აქვს აქეთაც, უკანა მხარეს მოვხსნი. უკანა მხარე არის, ეს არის უბრალოდ რომ საკიდი გავუკეთო. ეს თავაკი რაც არის, აი ეს იმისთვის არის რომ ზამბარა ჩამოეცვას და ნუ ეს არის ხრახნი რა ესე ვთქვათ. ხარად შეეხება ზამბარას. ეს არის ჩვეულებრივი ზამბარა. რა ვიცი, ალბათ ყველგან იშოვება, ან გამოწერითად შეგიძლიათ გამოიწეროთ. აქვს აი ესეთი ხრახნი, რაზეც ეს ჩვეულებრივად ეჭირება, ესე ჩადის დაახლოებით. ეხლა აი ამას მოვუშვებ სახელურს, ეს ნემსა გამოვაგდო. ეს არის ჩვეულებრივია იარაღს როგორც აქვს ეგეთი რაღაცა, უბრალოდ გაბურღული არის, რომ იქაც ისიც გაბურღულია, რომ ამაში ჩაეხრახნოს, ესე ვთქვათ. ესეთი დეტალია. ეს არის მეტალის გამოჩარხული, ესე ვთქვათ, ეს წინ წვეტი ასრულებს ნემსის ფუნქციას. ეს დირკა არის აი ამისთვის, ეს რომ ჩაეხრახნოს, ხელის თითის გამოსაკრავი, ესე ვთქვათ. და უკანა მხარე არის ზამბარისთვის.
რომ ზამბარამ არ იხტუნაოს შიგნით და ერთ ადგილას იყოს დაფიქსირებული. აი ესეთი დეტალი არის. ესეთი ჩახრახნელია მოკლედ. რაც შეეხება მთავარ კორპუსს. ეს როგორც აღვნიშნე არის ალუმინი, საკმაოდ მსუბუქია, სიმტკიცის რა მოგახსენოთ. კარგი იქნება თუ ნეჟავეიკი არ ვიცი როგორ არის, უჟანგავი ფოლადის იმისგან გააკეთებთ მოკლედ. რაც შეეხება აი აქ ამ დეტალს, როგორც ამას აქვს ხრახნი, ზუსტად ეგრე აქვს და დაახლოებით არის აი ამ ხელა დიამეტრის, აი ესეთი დიამეტრის არის, სიგანის უფრო სწორედ. აი ესეთი სიგანის არის შიგნით, რომელსაც აი ნახეთ, არ ვიცი რამდენად ჩანს, დირკა აქვს. შუაზე არის გახაზული, რათა ეს ატვიორკით, ესე ვთქვათ, დაატრიალო და მოხსნა, ეხლა ამას ვერ მოხსნი ნამდვილად. და უკანა მხარეს არის ესეთი რაღაცა, რა მოკლედ. შედის შიგნით მემსა რა, აი აქამდე ამოდის. ეს ჭრილი წესით არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მარტივია თითის გამოკრა ამაზე და ძალიან ჩვეულებრივად არც ვიყენებ ამ ჭრილს, თუმცა ეს ჭრილი დავამზადებინე სპეციალურად, რომ რაღაცა ესე დავკეტო, რომ ეს თითის, ესე ვთქვათ, თითის გადაკვრით მოხდეს გასროლა რა, ესე ვთქვათ. რაღაცა დატენილი მდგომარეობა, დატენილის იმიტაცია რომ შეასრულოს რა, მოკლედ. ესეთი რაღაცაა. ხო, სხვა რა შემიძლია ვთქვა. ხო, ესეც მეტალია. მოკლედ, აი ეს სამი დეტალი და თვითონ შიგნით რაც არის, ესენი არის მეტალი. რაც ჟანგვადია, ესე ვთქვათ რა, ზამბარის ჩათვლით. და რაც შეეხება აი ამ სამ დეტალს, ეს არის ლატუნი, ეს არის ალუმინი. აი ესეთი რაღაცა, მოკლედ. ძალიან მარტივია. მე ეს ნივთი მოკლედ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც არის ტოკარი, იმან დამიმზადა. და რეალურად აი ამ ვიდეოთი მაგალითად ტოკარს რო აჩვენოთ, 100 ლარის ფარგლებში წესით უნდა გააკეთოს რა. შეიძლება უფრო იაფად და გთხოვოთ რომ მასალა მიუტანოთ მაგალითად რა. პროფესიონალი ტოკარისთვის ეს იქნება, ისეთი საგანგაშო არაფერი, ძალიან მარტივი იქნება ამის დამზადება რა, ამის თქმა მინდა. ეხლა ავაწყობ. აწყობილი კი გაქვთ ნანახი. ძალიან მარტივია. ერთადერთი მინუსი რაც აქვს არის ის, რომ თვითონ აი ეს ხრახნები რაც არის, რაც დაჭერილი არის, ტრიალებს და ჯობია რომ დასვათ ან რა ვიცი, ან გერმეტიკზე, ან რა ვიცი, ნებისმიერ სითხოვან იმაზე რა ქვია, სითხოვანი რა ვიცი, რა ქვია იმას, პაკლი ხო. რაღაცა თხევადი პაკლი, სითხოვანი კი არა, თხევადი პაკლი ხო. შეიძლება თხევად პაკლზე დაჯდეს და იყოს ძალიან კაი რა, მოკლედ. როგორც ვიცი მე თხევადი პაკლი მაღალ ტემპერატურაზე რბილდება, სიმტკიცეს კარგავს და შეგიძლია ამოიღო რა და ცხელ წყალშიც რო ჩადო, ჩვეულებრივად თუ ძალიან გამაგრდება თხევად პაკლს აქ რო წაусმევ და გადაუჭერ, თუ ძალიან მაგრად გამაგრდება, შეგიძლია ვთქვათ მდუღარე წყალში ცოტა ხანი გააჩერო და ჩვეულებრივად სიმტკიცეს დაკარგავს ის პაკლი და მოუშვებ რა, მოკლედ. 1000-ში ერთხელ რო ვთქვათ გაწმინდოვან რაღაცა მსგავსი, თუმცა რა ვიცი, ესეც ალუმინი არის კორპუსი, მაგრამ ამას რავი, როდის რა უნდა მოვიდეს, არ ვიცი რა, მოკლედ. აი ესეთი რაღაცა არის დატენილ მდგომარეობაში, თვითონ იქ ეს კაფსულა როგორც იდება, ეს უკან არ ვარდება, არ დაფიქსირებული და ესე თითის გამოყრით, მოკლედ ისვის რა, გადაკვით. მაგრამ მაგას არ ხმარობ რა, ეს ძალიან მარტივია ამის გაკეთება რა. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ ყველას.